ხე. კარგია როცა ხარ ხე. ჩრიალებ მაქსიმუმ თუ უბედური ხარ დარმანია მოგჭრის თუ ბედნიერი ხარ და კარგ ვარსკვლავზე ხარ გაჩენილი გადაგავენ. ხე კარგია, მაგრამ ხეობასაც აქვს თავისი მინუსი. ვერ დადიხარ, ვერ გადაადგილდები. ინფორმაცია შენთან არ აღწევს, რადგანაც მარტო მეზობელ ხეებთან გაქვს კონტაქტი. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი რომ არ იქცეს ხედ, რომ გქონდეს კონტაქტი, რომ უყურებდეთ სამყაროს, რომ შეგვეძლოს ერთმანეთისთვის ახალი ამბების, აზრების გაცვლა, მე ვიწყებ აკრედიტაციის გარეშე წინასაარჩევნო ედიშენს. რითი დავიწყო, ვისით დავიწყო აკრედიტაციის გარეშე? ამით რა ეს ხო ისედაც იცით რომ ეს იდიოტია. იმით ის მაიმუნია ახლა იმით როგორ დავიწყო. ამითაც შეიძლება, მაგრამ პრინციპში დაწყებასაც შეეხება. შალვა ნათელაშვილით რო დავიწყო. შალვა ნათელაშვილი კარგია, რატომაც არა. მაშასე აკრედიტაციის გარეშე წინასაარჩევნო ედიშენი. შალვა ნათელაშვილი. ვიწყებთ. მოკლედ ერთ-ერთი ის ხალხი, ვინც ერჩის ჩვენს შალვას, არის მემარცხენე ალიანსი, ლეიბორისტებიდან წამოსული სასტავი, რომლებიც ახლა აი ამ ოფისში არიან და რომელსაც ახლა ჩვენ დავადგებით. წავედით. ალე, რატო გიხარე? ხე ხო არ იცი რატო მოვედი? აი რამისთვის არ მოხვიდოდი შენი. ხო, კარგი. გამათვალერებინეთ, აბა. მობრძანდით. სულ იძახით უფლო პარტია ვართო და არ გითქვი. შენი ოთახი სად არის, აბა? ბატონოს სტუმრები ყავს. ბატონისოსო, გამარჯობა. ხალხი, დაკარგული ჟურნალისტები. აი თუ ხედავ შალვა ნათელაშვილის სურათს მომეწონა. შალვა ნათელაშვილის სურათი არის. აი არ ჩანს გვერდზე დგას რა. და აბა რაღაცეების გამოდიხართ ლაპარაკობთ, ხო? ხო და არის ვარიანტი რომ დაბოღმილი ხალხის პოზიციიდან ლაპარაკობთ რა. არა, დაბოღმილი ხალხის სხვანაირად ლაპარაკობთ. შენ ლაპარაკობთ ფაქტები. აი კონკრეტული ფაქტები შალვას წინააღმდეგ გააქვთ? აი შეხედეთ. ეს გაზეთში გამოქვეყნებული აი როგორი მოლი აქვს. თითო ბუჩქში მიცემული აქვს 3000 ლარი. რა იცი? თვითონ მითხრა 3000 ლარი მივეციოდა. კაი, ეს გასაგები ეს არ არის კომპრომატი ჩემთვის. მეცაც გეტყვი. აი ეს რაღაცა ისეთია, საეჭვო. ვენის საბანკო ანგარიში. აი შეხედეთ ახლა. ბელა ალანია, ბანკი ვენა, ანაბარი 98.000 მაჩვენეთ 98.000 ევრო 117.500 მაჩვენეთ 118.000 აი დავაჯამოთ გამოდის 325.000 ევრო და შეიძლება საქართველოში ესეთ გაჭირებულ ქვეყანაში თვითონაც ვერ უარყოფს ამას როგორ უარყოფს ვერ უარყოფს აი ხა მომისმინეთ ახლა მე მეტყვი რასაც ამბობს მაგაზე ხო რასაც ერთხელ კომენტარიც გააკეთა მაგას ჩვენ თვითონ გითხავთ მაგრამ ხო კი ბატონო გითხე თუ გინდა მე გეტყვი რას გეტყვი რასაც რას ამბობს და ვენაშიო იქაურმა ქართველებმა შეგვიგროვესო 1000 ევრო 20 ლარი 20 ჯიგრულად შეუგროვეს მე ჯიგრულად მიეცა ბავშვთა სახლისათვის გაჭირებული ეხლა თავისი ფული იყო და რა ვისაც მისცემდა იჯიბეში რო იყო ხო კაი აი ეხლა ის კრას რა კაც აქ დეკლარირებული ეგეც არ არის შალვა როგორ ჯიგრულად შეუგროვეს ისე ჯიგრულად გადაცეს ბავშვთა სახლს ეგ არ არის კომპრომატი მეტი რა გითხრე ხა 100.000 გადაურიცხა 26 აგვისტოს რუსთავი 2-ს მე ეკუთვნო მოიცა როგორ უფასო ის ხო ეკუთვნის უფასო რო ეკუთვნის იმის გარდა ჩაურიცხა 100.000 დოკუმენტი მაქვს რა როგორ რა ვიცი ეხლავე განახებთ მაგ დოკუმენტს აი სამოწყობილო კომპანია რუსთავი 100.000 ლარს აგერ სხვა ტელევიზიებსაც უიცხავს 6.000 7.000 მე რემას მაგარი რეიტინგი აქვს რუსთავს რა გინდა და მისა იმაზე მეტი სააკაშვილს აძლევს კაცო ხა ყველამ კარგად ვიცი ბიჭო იყენებს აი მაგაზე ვერ მოედავები უნდა პოლიტიკოსია რეკლამა უნდა გასაგებია რუსთავი 2 მისცა დიდი ფული 100.000 ლარი გადაუხადა რომ ქონოდა რეკლამა სააკაშვილთან ბრძოლის გამო ბევრმა ფიზიკური, მორალური ზიანი მიიღოთ მარტო ჩვენმა პარტია საზოგადოებას რო თავი გავანებოთ. შენ რა მორალური უფლება გაქვს, რომ სააკაშვილთან გარიგებაში მოიცა ეხა სააკაშვილის ქონებას სააკაშვილის ტელევიზიაში ფულში ვიყენებ მაღალი რეიტინგი აქვს და ვაძლევ რომ მოვიგო. მორალური არა ეს არ არის კომპრომატი რა ჩემთვის. ვირფასო მეგობრებო, ესე იგი მემარცხენე ალიანსის მუშაკებმა, პარტიულმა მუშაკებმა ვერაფრით ვერ დამარწმუნეს რომ შალვა ნათელაშვილი არის ცუდი კაცი. სახლი აქვს რა, აი წავალ ახლა იმ კაიკასთან სახლში ესე დაუპატიჟებლად აკრედიტაციის გარეშე ქვია გადაცემას. დავადგები და ნორმალურად შევხედავ მიმიღებენ ალბათ კარგად. რა სახლია, ასახლი უნდა კონდეს რომ
ხა იქ რაღაცა არ მანახონ და ასე შემდეგ რა. წავედით ახლა ჩვენ დუშეთის რაიონი, სოფელი ბაზალეთი. აჰა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ესე იგი ეს არის სახლით შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც არ აგერევა არც ერთ სახლში. ვიკონტ დე ნათელაშვილის რუსები რო იტყვიან რადავოე გნიზდო. გამარჯობათ. გამარჯობა ძე, რა ხდება? სათი კამერები ორივენი. რატო გვეჩხუბებით? ბიჭო, რატო გვეჩხუბებით უკაცრავად? რას? ბოდიში გამარჯობათ. ხედი გაწი მოიწევს. რომელი ხარ? რატო გვეჩხუბებით? შალვა ვარ ამიშვილი, ნუ მეჩხუბებით. რატო მეჩხუბებით? მე რატო ჩაწიე მეთი კამერა? უკაცრავად რატო? კამერა ჩაწიე, მიადრიანი. რატო გვეჩხუბებით? ბოდიში. შეგიძლიათ ანგაგაგიჩო ვიცი. ოჯახში მოდიხარ და სულ სად ოჯახში მოდივარ? ახლა ხო შენი კითხე წერა გადაიღე მაინც და მაინც უკაცრავად. ეხლა დაგალაპარაკებს კამერები იმიცავ. გამორთეთ ჩაწიე მეთი კამერები. სამ ხალხი გადაგიგალ ჩაწიე კამერები ორივენი. ნუ ყვირი ხარ, ნუ. შალვა, დააკენე ერთი ადგილად ჩვენთი ხავი ხა. თქვენ ვიბრძანდებით. ვიმკა შენი ნაბრძანდებით რომ მე ნუ მეკითხე ბიჭო. გაიგე? აი ხა განახე შენ. ისა, ვინ არის და შალვა რამიშვილი არის ამობრძანებული? დავი დადი საერზე ხევდახევ აი გურიკარო დადი და ჯაცსაკო აგროვებს. აი ეგრე დადი საეკა. დამალაპარაკეთ. და უღებს იმებს. შალვა ნათლაშვილია? შენ განახე ვინც არის? დამალაპარაკეთ, კაცო. გადი ახლა მოშოდე შენი კამერები. ხელი გადი მაგარა ჩაჯექი. ხელი მაზე მე მაგარა შეტადეხინა. ხელი არ შემეხო. ჩაჯექი მაგარი. შენ კიდე მიდი. ხელით არ შეეხო და არავის. სანამ გაიბრიდებით აი ეხლა საჯექი. რაც მოგიო? რაო? რა ახლა გზანე? განახებ შენ ხათურა თუზანი. უკაცრავად. შენ განახებ რა ზაბზანი. ეხლა რისთვის ამოხვედი შალვა არა, ერთი წუთი. მაინც და მაინც რაც უნდა იპოვო. არ შეიძლება სახლის გადაღება? რამდენჯერ გადავიღოთ კიდე მითხარი მე რო გადავიღე. დაგერეკა ვაფშე ვიმძანდე ეს ბატონი, შენ ვიმძანდე. ბატონს განახებ შენა. ბატონების დედის ეგო ბზანდები. ნუ იგინები. ვიკინები კი დედის მე ვინც შეწავდე გზავა იმის. თქვენ წინამდე რატომ მოდიო? რომ მოდია გადაღება? გადაგეკე ზვა რა მოდიოდი. არა, არ შეიძლება რომ ისე არ შეიძლება. დადიაგე ხალხი იარი ბრატ. აქ ნუ მოდი. მახურთხებ. გაფურთხებ კი არა მაიწმინე მაშინ. ნუ თქვენ ვიმძანდებით ახლა სახელმწიფო. დაგაკენებ შენ თავს ყველა ის. უნდა გადავიღოთ მე მე გადავიღე როდენ რა მნიშვნელობა 10 ჯერ რო გადაიღე მე რამდენჯერ გადავიღე მე. 10 ჯერ მოაჩვენეს აი ტელევიზორში კი ყავი ახლა წაფი. არჩევნების წინადრეს შენ თუ კამერები არ გადაგაყალბო ზონივით ახლა განახებ. არჩევნების მოდი ხა ბიჭო მელასავით აკატო. მელასავით მოდი. მელასავით. ვიმძანდებით, ვინ? ვიმძანდებით. ბიჭო, ირაკლი. დაურეკე დუშეთის მილიციის უფროს ახლა მოვიდეს აქ. მილიციის უფროს დაურეკეთ. დუშეთის მილიციის უფროს დაურეკეთ მილიციის მილიციის უფროს მოვიდეს აქ. დაურეკეთ მილიციის უფროს სასტრაფოდ. სულას გადმოვიდეს. ვიმძანდება ეს ბატონი უკაცრავად. მე იქნებ კეთილგანწყობილი მოვდივარ. რა არის კეთილგანწყობა? დადიხარ ყოფე და სურათებს. ნუ იგინე. ეგ არის კეთილგანწყობა. შეშეგაგინე? ნუ იგინე. შეშეგაგინე? მე არ მიცნობ ვინა ვარ? არა, არ გიცნობ. მე ძალიან მაგარა გიცნობ შალვა. ხო და შესაბამისად მითხარით თქვენი სახელი გვარი მოგმართოთ. გამარჯობა. ვიმძანდება. რატო ეს ბატონი აღელვებული? გაგახელებ. რატო არ გადავდივარ კერძო საკუთრებით. შენ მომისმინე ძმაო. ველაპარაკები კალებს ეს ბატონი, ეს ბატონი გააჩერე. ბატონები კი არა. ესა უკაცრავად. გაჩერე, არ შეიძლება, არ შეიძლება. მოაშორე. მომისმინე, კარგად, დამშვიდე. კამერები მოაშორე. გადაგახელებ. ვიმძანდები, რატო? გავიგე, ხო და გააჩერე. მოდი ახლა. მოვიდე, ხელი. მოდი ახლა. ხელი გამიშვით, ხელი. მოდი ახლა. ხელი გამიშვით. მოდი ახლა მეტი. თქვენ ვიბრძანდებთ, რატო უნდა დაგემორჩილოთ? გაბრძანებ შენა მოდი ახლა. ხო და რამე დავარღვი? რა დადიხარ ხობებს ველასავით ხობებს. საქმე არ არის, ბატონო,
რა არის ბიჭო ჩემი სახე? ეს არ არის თქვენი დაცული ტერიტორია. შენ რა მოგივა? ეგ არის ჩვენი ოჯახი იგივე. მე რა გადავდივარ? ვის დაურეკე რომ მოდიოდი? რატო უნდა დამერე? რატო მოხვედი ძმაო მელასავით? ეგ თქვენი საქმე არ არის. ჩემი საქმე რა არა, შენ თავში წია ხო არა? აი ხა მას შეურაცხყოფას მაყენე. ის ხარ და იმითო. ხო გაგატარებინებ გუგულივით გაგალი. შენ ვინ კიდე მოგი, შენ შენ ვინა? მიზანდე. რატო? არა, ეს აქ მოგინა შალვა. მე მაქსაკისთვის არ ახარ მოსული. ამარისთვის ახარ მოსული. მითხარ. რომ აქ ვიმყოფო. არავის არ აქვს უფლება რომ შეურაცხყოფა მომაყენო. მინდებადი ტერიტორია. რა ნუ შეეხები, ნუ მე არავის მეათეჯერი უღებ უკვე შალვა. მე უღებ. რაღა არჩევნების წინა იმ პერიოდში მოგიდა. მე რაღაცა არჩევნების წინა. კარგი ხა მე ვინ მოდია? ხელი ბიჭები მოდი. მოვიდნენ მე რა. აი და კარგი. ვიდეოს უღებთო და სხვა ვერ ანახე რომ მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან უკეში უკაკალებ, მოდი აქ. ვინ კანკალებს? თქვენ კანკალებს მე კი არა. მოდი აქ. რა ენაზე გელაპარაკო? რატო მოხარ? მინდა რომ გადავიღოს. რა უნდა ვის შეუტავდი რომ ამოხდი? არ შემითანხმები არავის. რატო მოხი? ეს არის ყაჩაღობა, ბიჭო, რასაც შენ ნაკეთე. მოდი ხადა ჩემს საკუთრებას იღებ, ბიჭო. ვინ მოგცა კანონებში გარკვეული ხარ? შენ რო ხერხია კანონებში ბიჭო გაატარე 8 წელი ციხეში, ბიჭო. 8 წელი არა, 4 წელი. ღირსი იყავ შეგვიძლია ჩემს. დავიგე, გასაგებია. ეს თვითონ დამშვიდით რა. აკადაკეთი ბიჭო, twini batla gazatverაში იმოდება. იმზადები და მამაო რა გინდა დიდი. მამა ურდანდებ და ესე იგი. ეხა უარი სადღაც კაი სიტყვები ესე იგინები? დიახ. ეხა გავიპარსე პირის არჩევნოთ. მამაო ეგრე ო, იგინები? მამა უარი ეს გინება ვიცი. სწორია ეგა მე. სწორია. უკაცა დიდი ბოდი. შალვა, ჩეხო ჟურნალისტი დამშვი. რა მოყვა ამაცინათ რო ამოვიდნენ რა. არა, ყველანი დამშვიდე. ნახე რა მოყვა ამაცინათ რო იყვნენ ყველანი ამოსულები. დამშვიდეთ არ შეიძლება. გამოსაცნობ. ყველანი მისცემ კარგი. ამაცინათ ვინც იყო ამოსული. ნახე რა დაყაიმა. კაცი, ხევდაცრები მელიაზავთ. შენ ვინ მოგცა იმის პრობლემა რომ მოდი ხადაკ სახსი. ვის შეუტავდი, ვისა? მე, დაი. ვის შეუტავდი? შენ ახალ პროვოკატორი, ბიჭო. რა გინდა? პროვოკატორი ხარ შენ. ხელეს მოიქ. მოვა შალვა და ჩენა რო დაწყვეტილობ. შეიძლება რა მალაპარაკო. აბა ხო მიდი აბა ილაპარაკე. მე რას გადაეგე? არა, კარგი, აბა ილაპარაკე. არა, კარგი რამაც. ილაპარაკე აი რისიც ახარ ამოსული. ეგეთი თახლითი რო ხარ. კარგი რამაც. იმიტომ გაატარე 4 წელი და ძალიან მე პირდები რომ პირადად მე მოგიდა პერატოჯი და გეტყვი წამე ვეშაპო ციხეში. რატო ხარ ამოსული? აბა მაშინ თქვი რამაც. კარგი რამაც ერთი თქვი. პროვოკატორი ჟურნალისტებისაც ძმაო ტელევიზიასაც კარგი რამაც. გაჩედის. არა, უკაცრავ, ქალბატონი, შეიძლება თქვენ დაგელაპარაკოს დილობიან. ესე იგი, მოდი. ჯერ ესეთი ეს აგრესია არ არის. გამოსაცნობი ნიშანი. მე ვარ შალვა რა. თქვენი შენი ცინა გააკეთე. არ შეიძლება ეს. შენი ცინა გააკეთე. მიმატოვებინე სამსახური. აი ახლა მე წავალ მილიციაში. წაბრძანე. შენ მიმატოვებინებ დედავი, როგორ მელაპარაკებით? მიმატოვებინე სამსახური ბატონო შალვა. შენ გაიგე? რატო გამოვიდი? მაგაზია მაგეხლახია. იქ და რაც დაიკარგე, ხარ ტაკ და რას იღებ? ას გამყიდველი მგავარავი, ხერა მაგაზია მაგ. გაიგოთ მითხარ. შენ გამო. მივატოვე, აი იქ რამე დაიკარგე. სასამართლოში. გიჩილებდი არა? შალვა, თქვენი ქცევა იწევს აგრესიას. რატო მე ნუ რამე? ხვიდოდი აქ და ნუ გადაიღედი. მე რამდენად უნდა გადაიღოთ მითხარ. მე ლაპარაკი აბა. ყველაფერში პროვოკატორი კაცი. უარესი ხარ, ბიჭო, გამომწავლელი კიდე გჯობია. შენ აიწია, შენი არაკაცობით და შენი აფერისტობით გაატარე ციხე. შენა და კიდე მოგიწევს, გევლი. ნუ შემეეცია და ამ კაცს. თორე ვიღაცას მე გამოუძახეთ პატრონს. კარგი, დაველოდოთ პატრონს. არა, პატრონს. არა, ეგრე არ არის. თუ თქვენ პატრონს გამოუძახეთ, დაველოდოთ. იმიტომ რომ კარგი გია იყო თქვენ შევედი. მე საჩე დაინახეთ რომ შევედით ეზო შევედით. კარგი გია იყო. თქვენ დაინახეთ რომ მე შევედი. ვინმე დაინახეთ, მე არ შევსწავლ. გამოხვედით თქვენ. გამარჯობა. გამარჯობა შალვა ბატონო. თქვენ მიმძანდეთ. ეს აგრესიული ხალხი დამესია, მე არანაირ კანონს არ ვაღვებ, ტერიტორიას არ ვკვეთ, ერთი წუთი. არა, გამოსაცნობი ნიშანი. რამიშვილობა შალვა ვარ რამიშვილი. მაქვს უფლება რომ მაგ გადავიდე. რამიშვილი წოდება და ის არ არის თანამდებობა. ერთი წამი. ბატონო შალვა მელაპარაკება და გავიგო აზრი ამ კაცს. ესე იგი, არ უნდა მე ვაკეთებ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე. დღეს არის პირველი გამოშვება შალვა ნათელაშვილზე. გადაცემა მე ვარ თავისუფალი რეპორტიორი, ასე ვთქვათ. ამოვედი აქ პერიმეტრზე არ გადავსულვარ, ღობეს არ გადამიკვეთია, ეს ბატონი მობრძანდა უშვერი სიტყვებით. შეურაცხყოფებით მომაყენა. კარგი იქნება რა გითხარი აბა. ხო, დამშვიდით. დამშვიდით. პოლიცია არის აქ, პოლიცია, დამშვიდით. გაერკვევა, ხო? სად მემუქრებით? მემუქრებით? სად უნდა ვნახოთ უკაცრავად მემუქრებით?
მოკლედ, სრული უფლება მაქვს. კი ბატონო, არ გადავიღოთ. სრული უფლება მაქვს, რომ აქ ვიმყოფებოდე. არავის არ აქვს უფლება აკრედიტაციის გარეშე. ეს სახში გადავიდნენ რაღაცები. არა, რა სისულელეა. კი ბატონო, დაამტკიცო რომ გადავედი. ვინმე თვითხილველი არის რომ გადავედი? ბელას უნახეთ, აი ეს ყელი ჩალურჯებულია, აგე, ნახეთ, მიდი. და რა მერე? აი, ნახე, აგე ბელა. ჩვენ დავართხით. მიდი, აგე ნახე. დამაკავეთ მაშინ. აი ეს კაციც უარშევ. დამაკავეთ. მოდი, ხალბატონო ბელა, მე დაგარწყით თქვენ? მე დაგარწყით? უკაცრავად დავარწყი ვინმე? არ დაურწყეო თქვა. აბა რა ხდება? ჩატეხილო, ნახავ ერთი წამი. ნახეთ კი ბატონო, ნახეთ. თუ რამე დავაშავე, დავიჯებ. დანაშაულია ბაზარში მოდიხარ და ზედგიული. 50 კაცი ხარ და მარტო ვარ და მე გადაგიარეთ? ხო და რაზე იღება იმ საქმეს? რა თქვენი საქმეა, რატომ? არა თქვენი საქმე. და ხორცვარი არ მინდა რომ გადავა. კანონს არ ვარ. 50 კაცი წუხდება ესე იგი. აგიხსნით. მანქანა იყო იქით გაჩერებული და გადმოვედით. და წამოვედით აი ასე. რომ წამოვედით ის ბატონი ახლა აქ არ არის, აი ეს ბატონი რო გარბის. დიახ. შალაკიდე ბიძა ჩემია, კი? ძალიან სასიამოვნოა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ავი განზრახვა არ ქონდა, ჩვენ საკუთრების უფლება არ და საღამოს თუ როცა გეკრება გადაცა. ნახეთ ამ დასახელებრო მილიონები დაუძდა ეს. იცით რა, ბატონი შალვა თქვენი ბიძა არის საჯარო პირი. შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი მისდამი არის ბუნებრივი და ნუ მე აგრესიული. რას გეაგრესიული? ნუ მე რაიონს გადაგები. რა არ შეიძლება რომ შემოდიხარ, ვინ ახარო შემოდიხარ? მაქვს უფლება რა. არა უფლება არა. ვინ თქვენ წამართვით? როგორა? თქვენ წამართვით? ხო, მე წაგარ. ვინ ბძანდებით სახელი გვარი? ალექსანდრე ნათელაშვილი, რა, სხვა რა გაინტერესებს? ნათესავი ბძანდებით ბატონი ხო, შალვა. აბა მავინა. გასაგებია. და ამ ქუჩაზე კამერით რო გავიაროთ, თქვენ არ ამაზე ქუჩაზე კი ასაც გინარი არის, რატო რატო აღებ, რატო მე არ გამიღია კარები. მავინ გააღო. არ ვიცი, მე არ გამიღია. ხალხი იძახს რომ დაკეტილი ვარ. დაკეტეთ მე. ვინმე დაინახა რომ მე კარები გავაღე? ხოთ მიპასუხოთ, ვინ შეგიკვეთათ ბატონი შალვა ნათელაშვილის სახკანის გადაღება. ბარაკები ხედავ რომ იცინი და დაგჩინი რაღაც. ბარაკ ობამამ. ბარაკ ობამამ, აი ახლა ბარაკ ობამას მაგინათ გინდა შენ რომ პუტინი მოგანახო ეგ. აი, დაგიგებს ვინახეთ. ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა. დიახ. უკანონოდ შეღწევა იყო შალვა. არა, არ ყოფილა. ხო, გასაგებია. კი ბატონო, ეხლა შეგიძლიათ თქვენ წავძალეთ, თუმცა მანამდე სახელმონაცემებს დავიწყოთ. 599 ტელეფონის ნომერი. ვიფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დუშეთის პოლიციაში. საქმე ის არის რომ წამოვედით დარეკეს პოლიციელებმა და თქვენს რომ ხალბატონო ბელამ ბატონი შალვას მეუღლემ შეიტანა საჩივარი რომ ჩემმა ერთ-ერთმა ოპერატორმა, აი აჩვენეთ ეს ოპერატორი, სცემა მას და ჩვენ გავტეხეთ კარები, მამას გვეუბნებოდა კიდე და შევიჭერით საკუთრებაში, ესეთ საჩივარი შეიტანა. საქმე არის აღზრული ორი მუხლით, ცემის ფაქტზე, ეგრეთ წოდებულ ფაქტზე და საკუთრებაში შეჭრის ფაქტზე და მე მოვედი რომ დამკითხო და გავარკვიო საერთოდ რა ხდება. გამარჯობათ. გამომძიებელთან ვარ დაბარებული აქ. აქ რომ შემოვიდეთ და აქ შემოვალ და დავდგებით რა. კაი, კი ბატონო, გარეთ იქნებიან, არ არის პრობლემა. ესე იგი, ვინ არის მომჩივანი, მაგას ვერ მეტყვით, ხო? მაგრამ არის ცემის ფაქტი და შეღწევის ფაქტი, მაგრამ მომჩივანი ვინ არის ვერ მეტყვით? ნუ საინტერესოა ვინ ცემეთ რა. თუ მე ვცემეთ, თუ რას ძახიან. ადვოკატს ხო არ საჭიროებს ამ არა, ამ შემთხვევაში არა. არ ჭირდებათ ადვოკატი. თარჯიმანი ხო არ ჭირდებათ ქართულებას? ნუ ხო. კარგით, რატომ მეკითხებით ახლა? ვალდებული ვარ რომ კითხო, რა. ხო, მაგრამ ნუ ცხადია ახლა, ხო არ მეხუმრებით ახლა რა. კი ბატონო. მაინტერესებს ცით, ბატონო ვიტალი. რახან მე აქ ვარ და რახან თქვენ შეწუხდით, ვიღაცამ რაღაცა თქვა ჩემზე, ხო, ბავშვები ხო არა ვართ არა? ეს ფაქტი რომ მოხდა, ხო? რა მოხდა რა? რაც რომ მიხვედით იმ ადგილას და ცდილობდით გადაღებას, ხო? ხო, კი ბატონო, ცდილობდი გადაღებას. ვიღებდი, მეცაც გეტყვით. აი, რაც მოხდა, იქ ფაქტი გავიგე, მაგრამ ამის გამო ხო არ ვიკითხები, რომ ვიღებდი. ვიღაცამ თქვა, რომ ცემაო, ხო? ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად გაიგო, მაგრამ გამოძიებით დადგინდება. გაიგოზე არა, თქვენ ხო მითხარით, რომ ცემის ფაქტზე აღიძრა. კი, საქმე აღიძრა, შეტყობინება რაც არის შემოსული. ცემის ფაქტზე ხო მითხარით? ცემის ფაქტზე და უკანონო შეღწევაზეც. და ვინ იძახის, რომ უკანონოდ შევახციე? ანუ რა მაინტერესებს? შეტყობინება შემოვიდა, რომ მე ცემე ვიღაც და უკანონოდ შევახციე სახში. მაგაზე ეს ყველაფერი რომ მორჩება, საქმიდან შეგიძლიათ გაითხოვოთ მასალები და გაიგებთ დეტალურად. კარგი, გასაგები. მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ აღძარით ცემის ფაქტზე და უკანონო შეღწევის ფაქტზე, ხო, კი ბატონო, კარგი. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, საქმე არის შემდეგში. მე ღმერთი ჯულია. არანაირად არ ვაპირებდი კონფლიქტს ბატონ შალვასთან, პირიქით თქვენ ნახეთ, რომ ვიცავდი კიდეც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალბატონი შალვას მეუღლე, ქალბატონი
ბელა ალანია მათყუ არა ქალბატონი ბრძანდება, მან თქვა რომ ჩემმა ოპერატორამ მას დაარტყა და ჩვენ გავტეხეთ მისი კარები, შეიტანა განცხადება პოლიციაში. თვით ხილველი არის რომ გადავედი? აგე ბელას უნახეთ, აი ეს ყელი ჩალურჯებულია, აგე. ნახეთ, მიდი. და რამე? აი ნახე, აგე ბელა. ჩვენ დავართხით. მიდი, აგე ნახე. ჩვენ გვაქვს უწყვეტი კადრი, რომ ეს ასე არ არის. და ტეხავს ბატონო შალვა, მე თქვენთან მოვდიოდი აკრედიტაციის გარეშე, იმიტომ რომ ზოგადად ამ განცხადების ფორმატია, რომ არ უნდა გავაფრთხილო, ისე უნდა მივიდე ადამიანთან. თქვენ როგორ უნდა მართოთ ქვეყანა ბატონო შალვა? არ ვიცი, წავედით.